სოფლიოს ყურადღების ცენტრში რჩება თურქეთის სამხედრო გადატრიალების მცდელობიდან 4 დღის შემდეგ ქვეყნის პრეზიდენტი სკანდალურ განცხადებას აკეთებს. ერდოღანი უშვებს ალბათობას, რომ ამბოხის მცდელობისთვის დაკავებულების სიკვდილით დასაჯოს, თუმცა სასჯელის უმაღლესი ზომის აღსადგენად დეპუტატთა შესაბამისი ინიციატივის დამტკიცებაა საჭირო. სწორედ სიკვდილით დასჯის საკითხის დაიჭმეტადელთა მასობრივი დაკავებების გამო ოფიციალური ანკარა ბრიუსელიდან მორიგ მწვავე გზავნილს იღებს. ქვეყანა ევროპასთან უვიზო რეჟიმს წელს სავარაუდოდ ვერ მიიღებს. სიტყვიერი მიმართვის შემდეგ თურქეთის ხელისუფლებას უკვე წერილობით მიმართავს თურქეთი ვაშინგტონსაც, რომელსაც ანკარა სამხედრო გადატრიალების ორგანიზებაში დადანაშაულებული გიულენის ექსტრადირებას თხოვს. მასობრივი საკადრო წმენდა სახელმწიფო უწყებებიდან და დაკავებების სერია. ოთარ გიორგაძე ბოლო მონაცემებით სტამბოლიდან. მასშტაბური დაკავებების სერიის პარალელურად 20,000-მდე ადამიანმა თურქეთის არმიასა და პოლიციაში საკუთარი სამსახური უკვე დატოვა, თუმცა ბოლო ინფორმაციით 15 ივლისის სისხლიან მოვლენებთან კავშირი ჰქონდა თურქეთის საგანმანათლებლო სისტემა. სწორედ ამ სფეროს 15,000-მდე ადამიანი ტოვებს ასევე სამსახურს, თუმცა რა ფორმით ჰქონდათ მათ გასული კვირის პარასკევთან კავშირი ჯერჯერობით უცნობია. უფრო მეტი დეტალი მოგვიანებით გახდება ცნობილი. თურქეთში კი კვლავ აქტუალური არის სიკვდილით დასჯის შემოღების საკითხი. ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარი რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა გააკეთა. ამ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში კი თურქეთი შესაძლოა საერთაშორისო ორგანიზაციებისგან იზოლაციაში აღმოჩნდეს. რატომ უნდა ვყვებო ისინი წლების განმავლობაში ციხეებში? ადამიანებს სურთ, რომ ყველაფერი სწრაფად დასრულდეს, რადგან მათ ახლობლები დაკარგეს. ადამიანები საკმაოდ მგრძნობიარეები არიან და ჩვენ ძალიან გონივრულად და დელიკატურად უნდა ვიმოქმედოთ. შეერთებულ შტატებსა და ევროპაში კი იმედს იტოვებენ, რომ ერდოღანი საერთაშორისო კანონმდებლობის ჩარჩოებს არ გასცდება და სიკვდილით დასჯას არ აღადგენს. ბრიუსელიდან უკვე გაკეთდა მინიშნება, თუ ერდოღანის მთავრობა თავს არ შეიკავებს, მათ შეუძლიათ ევროინტეგრაცია დაივიწყონ. ევროკომისარმა გიუნტერ ოტინგერმა თქვა, რომ თურქეთი ევროკავშირისგან ვიზა ლიბერალიზაციას წელს ვერ მიიღებს. საერთაშორისო საზოგადოება ერდოღანს ქვეყანაში მიმდინარე მასობრივი დაპატიმრებების გამოც აკრიტიკებს. თურქეთში დაპატიმრებული და თანამდებობიდან გათავისუფლებული ადამიანების რაოდენობა ყოველ წუთს იზრდება. თურქული მედიის ინფორმაციით ეს რიცხვი უკვე 20,000-ს აჭარბებს. დღის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ განათლების სამინისტრომ 15,200 თანამშრომელი გაათავისუფლა. პრემიერი ამბობს, რომ ხელისუფლება კანონის ფარგლებში მოქმედებს. ერთი შეცდომა ვერ გამოსწორდება მეორე შეცდომით. თურქეთი არის სახელმწიფო სამართლით. ჩვენ კანონის ფარგლებში მოქმედებთ. ისინი, ვინც დანაშაული ჩაიდინა, კანონის წინაშე აგებენ პასუხს. კიდევ ერთი საკითხი, რაზეც შეერთებული შტატები და თურქეთი ვერ თანხმდება, ფეთულა გიულენია. ერდოღანი და მისი მთავრობა გიულენს სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობაში ადანაშაულებს. თურქეთის იუსტიციის სამინისტრომ ექსტრადაციისთვის შტატებს დამატებითი დოკუმენტები დღეს გადაუგზავნა. თურქეთის პრემიერი ამბობს, რომ მათ შეუძლიათ დაუმტკიცონ ამერიკას, რომ გადატრიალების მცდელობის უკან გიულენი იდგა. ჩვენ ტერორისტების მეთაურის ექსტრადირებისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებს დოკუმენტების 4 პაკეტი გადავუგზავნეთ. ჩვენ მათ ბევრად მეტ მტკიცებულებას წარუდგენთ, ვიდრე მათ სურთ. შეერთებული შტატების პასუხი თურქეთისთვის ცნობილია. ამერიკის პრეზიდენტის პრეზიდენტმა თქვა, რომ გიულენი შეერთებულ შტატებში კანონებს არ არღვევს და მისი ექსტრადაცია იმ შემთხვევაში მოხდება, თუ თურქეთი გიულენის მონაწილეობის შესახებ მტკიცებულებებს წარადგენს, რასაც უკვე შემდეგ შტატებში შეისწავლიან. ჩვენ ახლა ტაქსიმის მოედანზე ვიმყოფებით, სადაც უკვე 4 დღეა ვმუშაობ, თუმცა დღეს ელოდებიან, რომ იქნება ყველაზე მასშტაბური აქცია, რადგანაც მზადება დღევანდელი აქციისთვის დღეს დილიდან დაიწყო. უსაფრთხოების ზონები არის გამკაცრებული, მოსახლეობა კი, რომელიც იკრიბება მთავრობის მხარდასაჭერად ყოველდღიურად, აცხადებს, რომ ეს არ არის მხოლოდ მხარდაჭერა რეჯეპ ტაიპ ერდოღანისადმი. ისინი აცხადებენ, რომ ამ ფორმით მათ სურთ დაანახონ მსოფლიოს, რომ სტამბული, თურქეთი არის უსაფრთხო ამ ეტაპისთვის, რადგანაც ათასობით ადამიანი იკრიბება ამ ტერიტორიაზე და ყველა აქცია ინციდენტის გარეშე დასრულდა.